როგორ ახერხებენ მეწარმეები საკუთარი ნაწარმის ქსელში შეტანას და რა ბარიერებს აწყდებიან? როგორ ახერხებენ ამ ბარიერების დაძლევას? ვინ და როგორ ეხმარება მათ ამაში? ამაზე გავაგრძელებთ საუბარს დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან და მცირე მეწარმესთან, რომელიც აწარმოებს ძალიან საინტერესო პროდუქტს, სხვათა შორის მიკრომწვანილს. წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს USAID-ის ბიზნეს სერვისების კომპონენტის ხელმძღვანელი მაკა თევდორაძე გვესტუმრა სტუდიაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას და მიკრომწვანილის, ქართული მიკრომწვანილის მწარმოებელი კომპანიის დიდარეს დამფუძნებელი რუსუდან კვარაცხელია დისტანციურად გვერდება გადაცემაში. მადლობა თქვენი დროისთვის, ქალბატონ რუსუდან. პირველი კითხვა მაკასთან მექნება. USAID საკმაოდ ბევრს აკეთებს ადგილობრივი მწარმოებლების მხარდასაჭერად, თუმცა პრობლემაა დამეთანხმებით ალბათ ამას ყველა მხარე ერთხმად აღიარებს რეალიზაცია. ვიცი რომ თქვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობთ რითეილ ასოციაციასთან და მოგვიყევით თუ შეიძლება რამდენად კმაყოფილი ხართ ამ თანამშრომლობით, რა შედეგებზე გახვედით? დიდი მადლობა. პირველ რიგში თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყვი ჩვენ პროგრამაზე, კერძოდ მე წარმოვადგენ USAID-ის ერთ-ერთ პროგრამას, სოფლის მეურნეობის პროგრამას. და ნამდვილად ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რითეილ ასოციაციასთან დაწყებული 2021 წლიდან. ჩვენ შორის გაფორმდა მემორანდუმი და იმის გათვალისწინებით, თანამშრომლობის მემორანდუმი და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პროგრამის მთავარი მიზანი და აქცენტი იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება მთლიანობაში. ამდენად ჩვენი დახმარება მიმართული იყო ყველა აქტორზე და მათ შორის როგორც ფერმერებზე, ანუ თუ გადამამუშავებლებზე, ანუ მიმწოდებელ მხარეზე, ასევე მიმღებზე. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ბაზარს გულისხმობ და საცალო ქსელებს გულისხმობ. თუ გნებავთ ვიტყვი მოკლედ რა მიმართულებებს მოიცავდა? რა მიმართულებებს მოიცავდა? არ ვიცი, რა ტიპის თანამშრომლობა იყო კონკრეტულად, ვიცი რომ რაღაც გზამკვლევი გაკეთდა, რამდენ კომპანიას უშუალოდ რამდენ კომპანიას და მეწარმეს დაეხმარეთ აი ამ თანამშრომლობის ფარგლებში და ასე შემდეგ. თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო თანამშრომლობის ძირითადი მიზანი იყო ფერმერების და გადამამუშავებლების ხელშეწყობა, რომ მათ შეაღწიონ რაც შეიძლება მეტ ადგილობრივ ქსელში. ჩვენი დახმარება გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთის მხრივ ეხმარებოდით ფერმერებს, რომ უკეთ მოემზადონ შესვლისთვის და ეს გულისხმობს მათი პროდუქციის მომზადებას, მზადყოფნას მარკეტინგული თვალსაზრისით, ამაში შედის ეტიკეტირება, თუ სხვა მარკეტინგული ინსტრუმენტები და მეორე მხრით თავად რითეილ ასოციაციის წევრებისთვის, ანუ ადგილობრივი ქსელებისთვის გაწეული დახმარება მათი ქმედუნარიანობის და მათი კომპეტენციის ასამაღლებლად, რომ ეს ურთიერთობა იყოს უფრო მაღალ ხარისხში. ძალიან კარგი. ქალბატონ რუსუდან, თქვენთან გადმოვალ და გითხარით თუ შეიძლება კონკრეტულად თქვენ კომპანიას როგორ დაეხმარა ერთი მხრივ USAID და მეორე მხრივ რითეილ ასოციაცია იმისთვის, რომ გნებავთ წარმოების ნაწილში, გნებავთ რეალიზაციის ნაწილში, კომპანია ფეხზე დამდგარიყო და პრობლემები ნაკლებად ჰქონოდა. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ამ საკითხით დაინტერესებისთვის. უღრმესი მადლობა ქალბატონ მაკას, მივესალმები მას სტუდიაში. ძალიან დიდი როლი აქვს ჩვენი კომპანიის განვითარებაში USAID-ს. მე გეტყვით, ზუსტად რაც ისაუბრა ქალბატონ მაკამ, ეს იყო იდეა, რომ ფერმერებისთვის ხელშეწყობის მიზნით USAID-ს ქონოდა ხელშეწყობა ფერმერებისთვის, რომლებიც აწარმოებენ სოფლის პროდუქტებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, თუმცა მათ არ აქვს იმის პირობები, რომ სათანადო პოპულარიზაცია მოახდინონ ამ პროდუქტის, მისცენ ფორმა, დაეხმაროს მარკეტინგის კუთხით, არის კუთხით. მარკეტინგში როგორც ქალბატონმა მაკამ თქვა, მოიაზრება ბრენდინგი, მოიაზრება ეტიკეტირება, ეს არის შტრიხ-კოდები და ასე შემდეგ. სწორედ ამ პრობლემების წინაშე ვიდექით ჩვენი კომპანია, მოგეხსენებათ, მცირე მეწარმეებს ზოგადად ეს პრობლემა გვაქვს ხშირად, რომ ქსელში შესვლა ყოველთვის არის დაკავშირებული ოფიციალობასთან, ხო, გარკვეულ ოფიციალობასთან და გარკვეულ მოთხოვნებთან.
შესაბამისად, ჩვენ გქონდა შტრიხ-კოდებთან დაკავშირებული პრობლემა, მაგალითად, და სწორედ ეს პრობლემა USAID-მა მოაგვარა, ისე რომ ჩვენ ახლა გვაქვს მუდმივი შტრიხ-კოდები აღებული და თავისუფლად შეგვიძლია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ქსელურ მარკეტში შევიტანოთ ჩვენი პროდუქტი. გარდა შტრიხ-კოდებისა, ჩვენ USAID-ს დაგვეხმარა ბრენდინგში, ანუ დაგვაკავშირა კომპანიასთან, რომელმაც დახმარება გაგვიწია, შეგვირჩია სხვათა შორის სახელიც კი და ძალიან დიდი მადლობა USAID-ს ამისთვის. დიდარი არის სწორედ თქვენი დამსახურება და თქვენ მიერ შერჩეული. მე ვიცი რომ კომპანია თქვენს გეკითხებოდათ და იქ ქონდა არჩევანის საშუალება და საბოლოოდ გადავწყვიტეთ ეს სახელი და მინდა გითხრათ რომ ძალიან მოუსწონთ გამოფენებზე, სადაც გაგვაქვს ხოლმე, ყველას მოსწონს ეს სახელი, იმიტომ რომ ძალიან მრავლის მთქმელი არის და მრავალ მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის კიდევ ერთხელ და მოკლედ მას შემდეგ რაც რებრენდინგი განიცადა ჩვენმა პროდუქტმა, მივიღეთ შტრიხ-კოდები, ვიმუშავეთ შეფუთვაზეც, რა თქმა უნდა, და ამის მერე უკვე დაიწყო რიტეილ ასოციაციასთან თანამშრომლობა. რაც შეეხება რიტეილ ასოციაციას, ჩვენ დღესაც კი მათი დახმარებით გალერეაში გვაქვს შეტანილი სწორედ დიდარეს ეს პროდუქტი, მიკრომწვანილი, რომელიც დღესაც რეალიზაციაში არის და სხვათა შორის მათ ვებგვერდზეც დევს, Facebook-ზე საკმაოდ დიდი მოწონება აქვს, გამოხმაურება აქვს, კომენტარები და ჩვენი მიზანი არის ის, რომ აი ეს საცალო ვაჭრობით უფრო მეტად ქსელურ მარკეტში რომ შევიტანოთ, რომ მოგეცენებათ მიკრომწვანილები რესტორნებში კი არის ძალიან პოპულარული, მაგრამ მიზანი რომ სწორედ USAID-ის და რიტეილ ასოციაციის დახმარებისთვის არის, რომ უფრო მეტ მარკეტში შევიტანოთ და უკვე ოჯახებში უფრო ხშირად გამოყენებითი გახდეს ეს პროდუქტი. ძალიან კარგი. ქაბატონ მაკა, თქვენთან მექნება ესეთი კითხვა, თქვენი გამოცდილებით და თქვენი დაკვირვებით, თქვენ უამრავ მეწარმესთან და ფერმერთან გაქვთ შეხება, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, ანუ ყველაზე მეტად სად უჭირთ ფერმერებს რეალიზაცია შეგულისხმობ ქსელში შესვლის პროცესში, ანუ რაში მოიკოჭლებენ? სახელდება ბევრი პრობლემა, მათ შორის მუდმივი მომარაგების პრობლემა არის ძალიან აქტუალური. ანუ მაინც რა არის ყველაზე დიდი თავარი ბარიერი, რაც აღმართულია ამ ორ მხარეს შორის? მიმწოდებელს და რეალიზატორებს შორის. სანამ კონკრეტულად გიპასუხებდეთ თქვენ კითხვაზე, თუ შეიძლება ჩამოვთვლი იმ ძირითად საქმიანობას, რაც ჩვენი პარტნიორობის, რიტეილ ასოციაციასთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა. თუ ესე დავყოფთ რაღაც ფაზებად, აი პირველ ფაზაზე ჩვენ ვეცადეთ დაგვეკავშირებინა მიმწოდებლები უშუალოდ ქსელებს და ანუ ხელი შეგვეწყო კომერციულ მოლაპარაკებებში. აი ამ პირველმა ფაზამ გამოავლინა სწორედ საჭიროებები როგორც ერთი მხრიდან, ისე მეორე მხრიდან და სწორედ ამ საჭიროებებზე დაყრდნობით უკვე ვიმოქმედეთ შემდგომში. ანუ შემუშავდა სწორედ ეს კომერციული გზამკვლევი რიტეილ ასოციაციის ექსპერტების ჩართულობით, სადაც აი ძალიან პრაქტიკული რჩევები მაგალითები არის მოცემული, აღწერილი თუ რაც დაეხმარება ერთის მხრივ მიმწოდებლებს, როგორც ფერმერებს, ისე ანუ პირველად წარმოებაში ჩართულ ბიზნესებს, ისე გადამამუშავებლებს, რომ შეექმნათ წარმოდგენა რა ხდება მას შემდეგ, რაც შედის ქსელში პროდუქცია, ანუ როგორ ხდება ფასწარმოქმნის პროცესი, რა აიძულებს ქსელებს, რომ დაუშვათ კონკრეტული გადასახადები დააწესონ. ეს ცოდნა და მეტი ინფორმაციის მიღება მათ დაეხმარათ ზოგადად, რომ ცნობიერება აემაღლებინა და უფრო მომზადებული იყვნენ ამ მოლაპარაკებისთვის. ბროშურის გამოცემის შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ ასევე ტრენინგები ზუგდიდში და თბილისში და საერთო ჯამში 150 მიმწოდებელი მონაწილეობდა ჩვენი ბენეფიციარი ამ ტრენინგებში. ჩვენ ასევე ჩავატარეთ მთლიანობაში 100-ზე მეტი business to business შეხვედრა, ანუ მიმწოდებლების და ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლების, სადაც საფუძველი ჩაეყარა მათ ურთიერთობას, გაეცნენ ერთმანეთს და ეს იყო ნამდვილად კარგი საწყისი მომავალი მათი პარტნიორობისთვის.
რამდენადაც მთელი ჩვენი ძალისხმევა არის მიმართული სწორედ იმაზე, რომ ეს ურთიერთობა იყოს მდგრადი და არ იყოს ერთჯერადი, სანამ არსებობს პროგრამა, არსებობს დონორის დახმარება. ჩვენი საერთო მიზანი ყველასი, როგორც ასოციაციის, ისე დონორი ორგანიზაციის არის სწორედ ამ მდგრადობისთვის მყარი საფუძველის შექმნა. რაც შეეხება პრობლემებს, ყველაზე დიდი პრობლემა ნამდვილად არის პროდუქციის ხარისხი, მიწოდების სტაბილურობა, შეზღუდული შესაძლებლობები საცალო ქსელის მხრიდან, რომ წავიდეს ფასთან დაკავშირებულ დათმობებზე, ეს გარკვეული ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. დაუშვათ ქართული პროდუქციის შესახებ ცნობიერების ჯერ კიდევ დაბალი დონე, აი ამას გამოყოფთი ძირითად მიზეზებად და სწორედ ჩვენი ასოციაციასთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აქეთკენ იქნა მიმართული ეს ძალისხმევა, რომ ეს პრობლემები როგორმე დაგვეცლია და გავმართეთ ისეთი აქტიური დისკუსიები მრგვალი შეხვედრის ფორმატში მიწოდების ჯაჭვის ყველა აქტორთან. კავტორსთან ახლა თქვენ გითხარით კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში რა ტიპის შეღავათები თუ გქონდათ რამე ტიპის შეღავათები ანუ სარეალიზაციო ქსელის მხრიდან როგორც ქართულ პროდუქტს და რამდენად გაგიადვილათ ამ შეღავათებმა ქსელში შესვლა. ასევე ახლა ქალბატონმა მაკამ ახსენა ცნობიერების ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის დეფიციტი და ამ ხრივ ნახეთ სად ხედავთ თავად მწარმოებლის როლს, სახელმწიფოს როლს, იმიტომ რომ ზოგიერთი მწარმოებელი სახელმწიფოსკენ იშვერს ხოლმე ხელს და ამიტომ მაინტერესებს თქვენი აზრი, თქვენ სად ხედავთ და როგორ ხედავთ სახელმწიფოს როლს და თავად რიტეილ სექტორის მხრიდან რამე ტიპის დათმობები ოღონდ რაციონალური, ისეთი რომ არც ერთი მხარე არ იყოს წაგებული, თუ არის კიდევ აი ეს ლუფტი, ეს შესაძლებლობა თქვენი შეფასებით დარჩენილი, რაცაც მომავალში ისურვებდით. რაც შეეხება რიტეილ ასოციაციას, შემიძლია დავიწყო საუბარი აქედან. როგორც მოგახსენეთ, რიტეილ ასოციაცია ჩვენ დაგვეხმარა, რომ გალერეას ქსელში შეგვეტანა ამ ეტაპზე, როგორც მოგახსენეთ, არის ჩვენი დიდარის მიკრომწვანილები რეალიზაციაში და მოგხსენებათ ნებისმიერ პროდუქტს შეიტან მარკეტში პირდება რეკლამა. რიტეილ ასოციაცია ჩვენ დაგვეხმარა მაშიც რომ აი ეს სარეკლამო ხარჯები დაიღო თავის თავზე და ჩვენი პროდუქტის რეკლამა ამ ეტაპზე რიტეილ ასოციაციამულად განახორციელა. მოკლედ ესეც ძალიან დიდი მხარდაჭერა არის, რა თქმა უნდა, მცირე მეწარმისთვის, რომ მან მეტ ადამიანს მიაწვდინოს ხმა ამ თუ იმ პროდუქტის შესახებ. რაც შეეხება ქართულ პროდუქტს, ეს ჩემი ტკივილია, ესე ვთქვათ, და რაც შეეხება კიდევ სახელმწიფოს როლს. აი ნამდვილად, რასაც USAID აკეთებს, რასაც რიტეილ ასოციაცია აკეთებს, ისევ USAID-ის დახმარებით. ჩვენ მაგალითად წინა საახალწლო ღონისძიებაზე თბილისის მერიამ ხელი შეგვიწყო და ვიყავით გამოფენაზე. წელსაც ჰქონდა შეთავაზება, რა თქმა უნდა, უბრალოდ ისევ რაოდენობიდან გამომდინარე პროდუქტის რაოდენობა უნდა გაძლევდეს იმის შესაძლებლობას, რომ გამოფენა რამოდენიმე დღის განმავლობაში დააკმაყოფილო და ჰქონდეს სრულყოფილად პროდუქცია. ხო, ქალბატონმა მაკამ სწორად აღნიშნა, რომ ძირითადი პრობლემა რაც არის, მაინც რაოდენობაშია. ჩვენ ახლა ხარისხს ნამდვილად არ ვაუჭებთ, რა ხარისხიც თავიდან გქონდა, იგივე ხარისხს ვინარჩუნებთ დღემდე და სწორედ ამიტომაც გვინდა გასვლა მომხმარებელზე, ოჯახებზე, რომ მშობლებმა გამოიყენონ ბავშვები თვის როგორც საფუძველი. ამ ყველაფერს მაინც სახელმწიფოს მხარდაჭერა ირდება იმ კუთხით, რომ თუნდაც ცნობიერება გაიზარდოს, მშობლების ცნობიერება, ჯანსაღი მე ჩემს მაგალითზე ვამბობ, რომ ანუ მარტო რიტეილ ასოციაციის მხარდაჭერით რეკლამა არ იქნება საკმარისი, რა თქმა უნდა და ვერც USAID ვერ უზრუნველყოფს იმ დონის რეკლამას, რასაც ქვია ნებისმიერ ოჯახში ჯანსაღი კვების კულტურის დამკვიდრება. შესაბამისად, აქ უფრო ხედავ სახელმწიფოს როლს ჩემთან და მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერ შემოთავაზებაზე იქნება ნებისმიერ თანამშრომლობაზე იქნება მიმიღია მონაწილეობა რაღაცა
გადაცემებში, წიგნების მომზადებაშიც, თაველი სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობა და დავაკეთეთ თქვენთან ერთად გადავიდეთ ფილმის სხვათა შორის მწვანე ბიზნესი, სადაც ვსაუბრობთ განსაკუთრებაზე. ახლა ამ წუთისთვის ისევ რუსთაველის ფონდის დაფინანსებით ბათუმის უნივერსიტეტში რაღაცა ესე ბროშურის გაკეთებას ვგეგმავთ. ანუ რაღაცა პატარ-პატარა ხელი შეწყობას მე სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით ჩემი პროექტებით ვგრძნობ, მაგრამ ის რომ უფრო მეტი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს და მეკითხნობადობა გჭირდება, ინფორმირებულობა გჭირდება მოსახლეობის, ამაში ნამდვილად უდიდესი როლი მაინც სახელმწიფოს ეკუთვნის და ვისურვებდი რომ მით უმეტეს ჩვენ ახლა 20-30-მდე აქვს აღებული სახელმწიფოს ვალდებულებები, მათ შორის 17 მიზანი მდგრადი განვითარებით და რა თქმა უნდა მათ შორის ჯანდაცვის კომპონენტი რამდენიმე მიზანშიც კიდევს, ხო? ასე რომ ეს აუცილებლობა სახელმწიფოს ისედაც აქვს აღებული. ისევ USAID-თან კავშირში, ურთიერთობით, რა ვიცი, მე მუდმივად კავშირში ვარ, კიდევ ერთი რამის აღნიშვნა მინდა. იცით როგორ არის, როცა დონორი გეხმარება და USAID ჩვენ გვეხმარება, რაღაცნაირად პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს ფერმერს, რომ აი მე რომ USAID დამეხმარა, არ შემიძლია რომ პროდუქცია არ მქონდეს, არ გავაკეთო, არ დაუბრენდო და არ შევიტანო მარკეტში. ამიტომ მოვუწოდებ თითოეულ ფერმერს, იყოს უფრო მეტად, რა ვიცი, პროექტების მომზადების მხრივაც ჭირდებათ მომზადება სხვათა შორის ტრენინგები ფერმერებს ამ მიმართულებასაც USAID ასე თუ ისე აკმაყოფილებს ხო და ძალიან ბევრს აკეთებს ამ მიმართულებით. უბრალოდ აი სახელმწიფომაც შეიძლება რომ წვლილი შეიტანოს ამ კუთხითაც. რომ იცევ და ისევ ფერმერებს გაუზარდოს ცნობიერება, რომ არსებობს USAID-ში ასეთი პროგრამები, შეუძლიათ მიმართონ, დაწერონ, მოითხოვონ და აი ეს შეუწყოს ხელი საერთაშორისო ფონდმა მათ განვითარებაში. ისევ ცნობიერებამდე მივდივართ, რომელიც სახელმწიფოს ფუნქციაა. გასაგებია. ქალბატონ მაკა, იმპორტის ჩანაცვლებისთვის ახლა ქალბატონმა რუსუდანმა ახსენა ქართული პროდუქციის მეტი პოპულარიზაცია. აი ამ პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის გარდა, როგორ ფიქრობთ, რა სჭირდება კიდე ქართულ მეწარმეს, ქართულ წარმოებას უფრო მეტად ჩაანაცვლოს იმპორტი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმპორტზე მაღალ დამოკიდებული ქვეყანა, ესე ვთქვათ, ჩვენი მოხმარების უმეტეს ნაწილს სწორედ იმპორტით ვიკმაყოფილებთ და აი ადგილობრივ წარმოებას სად ჭირდება მოხმარება, რომ ეს ჩანაცვლდეს, ანუ იმპორტი ადგილობრივი ქართულით ჩანაცვლდეს. კი ბატონო, ძალიან კარგი შეკითხვა და ნამდვილად აქტუალურია, ესე ხელოვნურად ეს ვერ მოხდება ბაზრის წესებში, საბაზრო ეკონომიკის წესებში ჩარევა, ხელს ვერ შეუშლით ხელოვნურად, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად. მე ვახსენე, რომ პროდუქციის ხარისხი მაინც რჩება მთავარ გამოწვევად. და ჩვენი პროგრამა, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ამ ხრივაც გამოირჩევა ჩატარებული სამუშაოთი, ანუ პირველად წარმოებას გულისხმობ. იქნა გაწეული ძალიან დიდი ტექნიკური დახმარება, ასევე გრანტების სახით პირველადი მწარმოებლების მიმართ, რომ მათ აიმაღლებინათ ცოდნა პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიებზე, თანამედროვე პრაქტიკაზე. აქ მხედველობაში მაქვს არამხოლოდ სასუქების, არამედ მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ახალი სქემები, რაც საერთო ჯამში ამცირებს ხარჯებს, საწარმოო ხარჯებს, ზრდის ხარისხს, უფრო მომგებიანს ხდის წარმოების პროცესს და საბოლოო ჯამში ვიღებთ კონკურენტულ პროდუქციას, რამდენადაც ესე იგი ფასი ხდება კონკურენტული და ეს არის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება. მე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ აი დღეს რა სტატუსიც უკვე საქართველოს აქვს მოპოვებული, ეს უდიდესი გამოწვევაა, უდიდესი იმედია იმისი, რომ საქართველო არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ტრადიციულ ბაზრებზე და მოხდება ჩანაცვლება ამ ტრადიციული ბაზრების არა მხოლოდ მაღალი ღირებულების მქონე ევროპული ბაზრებით, არამედ გინდაც ადგილობრივი ბაზრით, რომელიც ერთ-ერთი
როგორ გითხრათ, აქ არის პატრიოტული გზნობაც მოქმედებს და მეორე მხრივ არის ამხელა ბაზარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობა ელის ხარისხიან და ხელმისაწვდომ პროდუქციას. თავის ენდემურს ესე ვთქვათ, ესეც დავამატოთ. ზუსტად, ასე რომ შესაძლებლობები ბევრია, გამოწვევებიც ბევრია, მთავარია სწორი მიმართულებით მოქმედება. აი უკვე წავიდეთ ბოლოსკენ, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდება და ქალბატონ რუსუდან თქვენ გკითხავთ ახლა, სანამ ქალბატონ მაკასთან შევაჯამებ მთლიანად, ესე ვთქვათ, ჩვენს საუბარს, რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ასოციაციები აგროწარმოებაში, ანუ ქართულ აგროწარმოებაში ასოციაციების შექმნა და ფორმირება რამდენად მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ ისინი და სად ხედავთ თქვენ კონკრეტულად ერთი მწარმოებელი, ერთი მეწარმე რიტეილ ასოციაციის როლს აგროსასურსათო ჯაჭვში, აგროსასურსათო წარმოების ჯაჭვში. რა თქმა უნდა, ასოციაციებს ძალიან დიდი როლი აქვთ ფერმერების განვითარებაში. უბრალოდ ვისურვებდი, რომ აი მე მაგალითად ჩემ შემთხვევაში მაქვს ყველაზე დიდი პრობლემა მაინც რაოდენობაში, ხო? ადრეც აღვნიშნე. ასოციაცია ზუსტად შეუძლია ის, რომ ფერმერს დაეხმაროს თუნდაც აი ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ კოოპერატივის დაფუძნება მაგალითად ჩემი პროდუქციისთვის იქნებოდა ძალიან კარგი. მე თუ არ ვასწავლე ტექნოლოგია მიკრომწვანილის მოყვანის, ხო, ფერმერი რომელიც მოინდომებს და იტყვის, რომ მე მინდა მოვიყვანო მიკრომწვანილი, უბრალოდ აქ საუბარია ხარისხიან მიკრომწვანილზე, როგორც ქალბატონმა მაკამ აღნიშნა, ხარისხის პრობლემა ზოგადად დგას ქვეყანაში. აქ საუბარია მაღალი ხარისხის მიკრომწვანილზე, თავისი თვისებებით, ფუნქციებით, მიკროელემენტების სიმდიდრით და ასე შემდეგ, ხო? დიდი სიამოვნებით რიტეილ ასოციაციასთან ერთად და USAID-ის პროგრამასთან ერთად გავაკეთებდი, ვთქვათ, იმას, რომ კოოპერატივებს ხელი შეეწყოს, ვასწავლით ტექნოლოგიას იმ ფერმერებს, რომელთაც ეს სურვილი გაუჩნდებოდათ და ისევ ამ რიტეილ ასოციაციას და USAID-ის პროგრამის თანამშრომლობით ერთიანი ბრენდის შექმნა შეიძლებოდა, ან ამ ერთი ბრენდის რაც გადაწყვეტდა მუდმივი მიწოდების პრობლემას, ალბათ არა? აი მიწოდების პრობლემა არის, რა თქმა უნდა, აქ და აი ზუსტად მანდარის ასოციაციის როლი ლოგისტიკაში, შენახვის პროცესებში, ანუ ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყანაში მაინც არის სამართლებრივი მეურნეობები და ლოჯისტიკის პრობლემა. შესაბამისად, მე მარტო ასოციაციის გარეშე ამის გაკეთება გამიჭირდება. თუნდაც შევქმნა ის კოოპერატივი, თუნდაც რეგიონებში ახლაც ამ წუთისთვისაც, ვთქვათ, მყავს რეგიონებში რამდენიმე მწარმოებელი და ზუსტად ახლაც ვდგავარ ამ პრობლემის წინაშე, რასაც ქვია ლოჯისტიკა. აი ასოციაციას ნამდვილად შესწევს ეს ფუნქციონარი, რომ მოაგვაროს სწორედ ეს პრობლემა ფერმერებს შორის. აი ის ფერმერი, რომელიც დაინტერესებულია ამ წუთისთვის მიკრომწვანილის წარმოებით, დგას ამ პრობლემის წინაშე და ხვალ შეიძლება მითხრას, რომ არა, მე გამოგზავნას ვერ ვახერხებ, ვერ ვაგრძელებ მუშაობას და დიდი ბოდიშის მოხდით უნდა ჩავეხსნა. ასოციაციას ამ შემთხვევაში ნამდვილად შეუძლია, რომ დახმარების ხელი გაუწოდოს ასეთ სურველ, მით უმეტეს კოოპერატივების პრობლემა ისე დადგას ქვეყანაში და ალბათ მე თვითონ რომ დავაწყდი ამ პრობლემას, სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ქვეყანაში, რის გამოც კოოპერატივებს ამდენი ხანი თქვათ ისე ვერ განვავითარეთ, როგორც დაგეგმილი იყო წლების წინ. სამწუხაროდ ხო რატომღაც ეს პროცესი გაჭიანურდა ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად სახელმწიფოს დიდი მცდელობისა, მთელი რიგი პროექტები აქვთ, ხო, ამ მიმართულებით, რომ სტიმულიზაცია მოხდეს კოოპერატივების შექმნის, თუმცა მაინც არ არის ეს პროცესი ისეთი ტემპის მქონე, როგორცაც ვისურვებდით. ქალბატონმა იგივე კითხვა მექნება. მიმაჩნია, რომ აქვთ ასოციაციებს ეს როლი უნდა გქონდეთ და შეუძლიათ, უნარი ნამდვილად აქვთ ამის. გასაგებია, მადლობა. ქალბატონ მაკა, იგივე კითხვა მექნება თქვენთანაც, ზოგადად ასოციაციების როლი აი სექტორალური განვითარებისთვის და რიტეილ ასოციაციის როლიც გამოვყოთ აგროსასურსათო წარმოების ჯაჭვში თქვენი ხედვით. ასოციაციების როლი არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი. აქ მოგეხსენებათ, რომ ასოციაცია არის დარგობრივი და დარგთა შორისიც.
ორივეს როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი პროგრამა არის ამის მოწმე, ჩვენ თანამშრომლობთ ბევრ ასოციაციასთან, რამდენადაც ისინი წარმოაჩენენ ამ საერთო პრობლემებს, უფრო მაღალ რანგში აყავთ ეს პრობლემა და იმუშავებენ მექანიზმებს, თუ ერთობლივი ძალისხმევით როგორ უნდა იქნას დაძლეული პრობლემა. აი, კიდევ ერთხელ გავუსვავ ხას იმას, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს მიწოდების მთელ ჯაჭვში მოქმედებას, ანუ ყველა აქტორის ჩართულობას, შეთანხმებას მიდგომებზე, პრობლემების აღიარებას ერთად, რაც არის უმნიშვნელოვანესი. რიტეილ ასოციაციას მაინც გამოვყოფთ, ვინაიდან დღეს ფოკუსია ჩვენი გადაცემის, მაინც რომ ისინი მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა იყო ნაყოფიერი, რამდენადაც ისინი ცდილობენ როგორც თვითონ რიტეილერების ქმედუნარიანობის ამაღლებას, ასევე ითვალისწინებენ მიმწოდებლების პრობლემებს. და აი ჩვენთან პარტნიორობას თუ დავასახელებ, ანუ დღეისათვის აი ჩვენი ბენეფიციარებიდან 15-ზე მეტმა უკვე შეიტანა დაახლოებით 9 ქსელში პროდუქცია და ეს რაღაცნაირად მდგრადი პროცესი გამოდგა და ჩვენ ძალიან მოხარული ვართ ამ შედეგით. მომავალშიც აი ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს ქართულ პროდუქციას, რომ მეტად იყოს წარმოჩენილი ასოციაციების დახმარებით. ასოციაციები ორგანიზებას უკეთებენ სხვადასხვა სახის ღონისძიების, აი ღონისძიებებს მაგალითად 23 წლის შემოდგომაზე ჩატარდა Retail Expo, სადაც გამოფენა იქაც საფუძველი ჩაეყარა ახალ თანამშრომლობას მწარმოებლებსა და ქსელებს შორის. ჩვენი ბენეფიციარებიც 9 ბენეფიციარი იყო იქ წარმოდგენილი. ასე რომ ნამდვილად ბევრია კიდევ შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მაღალ დონეზე ავიდეს ურთიერთობა ქართულ მეწარმოებსა და რიტეილ ქსელებს შორის. და იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ასეც იქნება. დაგემშვიდობებით, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ასეთი საინტერესო ანალიზისთვის, შეჯამებისთვის, საუბრისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ.